საქართველოს სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ დინამო არენაზე მომხდარ ინციდენტს სალომე ზურაბიშვილმა უჯიშოების ქცევა უწოდა. Ამ სიტყვით მან ის ქართველი გულშემატკივრები მოიხსენია, რომლებსაც სომეხ სტუმრებთან დაპირისპირება მოუვიდათ. მეტიც ყოფილი პრეზიდენტი თავს ისევ მოქმედ პრეზიდენტად აცხადებს და სომეხ კომაგებს ბოდიშს უხდის. როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადოთ ჩვენ მეზობელ ხალხს, ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის. ის რაც დინამო არენაზე მოხდა მართველი გუნდისთვის მიუღებელია, თუმცა განმარტავენ, რომ მსგავსი ფაქტისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ექს-პრეზიდენტს ურჩევს, სანამ რამე სიტყვის კარგად დაფიქრდეს. ეს ადამიანი საერთოდ სპორტში და ფეხბურთში რო ვერ ერკვევა, ეს გასაგებია, ხო? ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია ის რაც მოხდა არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ფეხბურთში ასეთი ფაქტები ხდება. გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სომხებთან და ჩვენს მეგობარ ხალხთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. სალომე ზურაბიშვილის Facebook პოსტის შეფასება ოპოზიციას არ სურს, ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მათთან არაფერ შუაშია. ცდილობენ მომხდარს რაიმე სახით პოლიტიკური ელფერით შესძინონ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც როგორც ფეხბურთის პოლიტიზება, ისე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც მიუღებელია. აი ამ შემთხვევაში რაღაც ხალხის შენი ხალხის ასე ვთქვათ განზოგადებისთვის, დაბულინგებისთვის, მით უმეტეს დაპირისპირებისთვის და მეგობარ სახელმწიფოსთან რაღაცა ბოდიშების მოხდისთვის და რაღაც პოლიტიკური ერფერის შეძენისთვის ნამდვილად არ მივესალმებით, ეს არასწორი. ძალიან კარგია გამარჯვება. მადლობა ჩვენ ბიჭებს ამ გამარჯვებისთვის, მარტო მინდორზე გამარჯვება არ გვარა, უნდა გავიმარჯვოთ რუსთაველზე. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული კითხვები კითხეთ ან იმ ადამიანებს, რომლებიც მასთან ილინკებიან, ან თვითონ სალომე ზურაბიშვილს. ზურაბიშვილის შეურაცხყოფელი განცხადება მართულ გუნდს არ აკვირვებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მშობლიური ენა იმდენად არ იცის, რომ სად რა უნდა თქვას ან დაწეროს ვერ იაზრებს. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, რომ იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. ამიტომ ესეც რომ საკუთარ ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, აჩვენებს, რომ ქართული ენა უბრალოდ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. ისეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ უკვე უჭირთ რაიმე საკითხის სწორად გადმოცემა და სწორად ასე ვთქვათ ახსნა თავისი და ასე ვთქვათ დამოკიდებულებისა. არ შეიძლება შენ ადამიანს უწოდო ესეთი სიტყვა. შენ შეგიძლია დაგმო ის საქციელი, რომელიც ახალგაზრდა გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა გუშინ სტადიონზე ჩაიდინა, რაც ნამდვილად დასაგმოვია. თუ ვინმე რავი თავისი უჯიშოობა და უსამშობლობა დაამტკიცა, ეს არის თვითონ და ის ხალხი, ვინც aqავს გაერთიანებული რაღაც პანჩათურის ფორმატში. ასე რომ პირველ რიგში საზღვარგარეთ ქართველებს უნდა მოუხადოს ბოდიში, არა მხოლოდ ამ სიტყვებისთვის, არამედ თითოეული მისი გადადგმული ნაბიჯისთვის. ქართულ და სომეხ კომაგებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის გამოც შესაძლოა ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმა დაეკისროს ან მომავალმა მატჩმა გულშემატკივრების გარეშე ჩაიაროს.